2 თვის წინ Toyota Hilux-ი რეალურ პირობებში გამოვცადეთ, მაგრამ იმ ეპიზოდის შემდეგ ბევრად საინტერესო კითხვა გაჩნდა. რატომ არის რომ ზოგიერთ მანქანას ადამიანები 10 წლეულობის განმავლობაში ენდობიან? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხის გასაცემად დღეს რაჭაში ჩამოვედი, მაგრამ მანამდე ჯერ უნდა გავიგოთ საიდან დაიწყო ყველაფერი. მე იმ ისტორიას არ მოგიყვებით, რომელიც Hilux-ის პირველი მოდელიდან ბოლო თაობამდე გაგრძელდება. Hilux-ის რეპუტაცია ერთ დღეში არ შექმნილა. ეს სახელი ადამიანების ძალიან მკაცრი გამოცდის შემდეგ გახდა ცნობილი. მაგრამ არსებობს ერთი ისტორია, რომელმაც Hilux-ი მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო ცნობადი გახადა. ერთ დღეს ჯერემიმ და Top Gear-ის გუნდმა გადაწყვიტეს გაიგოთ. არსებობდა თუ არა მანქანა, რომლის გაჩერებაც თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. Hilux-ი პირველად ოკეანეში დატოვეს და მიქცევ-მოქცევის დასრულების შემდეგ მაინც დაიქოქა. შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს, მაგრამ როგორც ჩანს Hilux-ი ცეცხლ გამძლე გამოდგა და ისევ დაიქოქა. მოუწყვეს შეჯახებები, დაბრკოლებები, ზედ სამოგზაურო სახლიც კი დააგდეს, მაგრამ მაინც გაუძლო. და როცა ვეღარაფერი მოიფიქრეს, ბოლოს 9 სართულიანი კორპუსის სახურავზე დატოვეს და მთელი შენობა დაანგრიეს. Smashed and bashed. და აბა გამოიცანით რა მოხდა. Hilux-ი რა თქმა უნდა ისევ დაიქოქა. ალბათ სწორედ ასეთი ისტორიები ქმნის იმას, რასაც ადამიანები წლების განმავლობაში ნდობას ეძახიან. მაგრამ ისტორიები მხოლოდ წარსულში არ იქმნება. ამიტომ ამ პასუხის ძებნაში დღეს რაჭაში ვაგრძელებთ მოგზაურობას, სადაც Hilux-თან ერთად შემოგვიერთდებათ Land Cruiser 300 ჰიბრიდის უახლესი მოდელი, რომელიც ერთადერთია ჩვენს ქვეყანაში. It's so good. It's frightening. New Hilux登場。We concluded after that it was pretty much okay. და ბოლომდე აუშვი. და მაინც, რატომ არის რომ ზოგიერთ მანქანას ადამიანები 10 წლეულების განმავლობაში ენდობიან? მე მყავს Toyota 4Runner-ი 2008-იანი. 2008-იანი და ვიყიდე ექიმისგან, ხო არის კლიშე რომ ექიმის ნაკონი მანქანა. და იყო კარგ მდგომარეობაში. აი, იცი რა, როგორიც ვიყიდე, არაფერი არ შემიცვლი. სამსახურის სახლი, თევზაობა, მთა, ჯანდაბა, ღელე, ღურდა, ოღრო-ჩოღრო სახლი. და ეხა ერთი თვის წინ ვიყავი სათევზაოდ და ძალიან ცუდ ტალახში ჩავარდით. მე და ჩემი შვილი ვიყავით 13 წლის ნიკო. ნუ დავიწყე ფიქრი იმაზე რომ ვის დაურეკო. და მაინც გავრისკე რა არ ვარ ოფროუდერი, ვერ დავდებ თავს და ვენდე მანქანას რომ მეთქი მოდი რა აი იზავს Toyota რა აი ნახე აქ გადასართავი აქვს, იქ ეს კნოპკა აქვს და შენც ეხა ცოტა ფიზიკოსის ტვინი გაქვს და მიხვდები საიდან მოსრიალდები და სად ჩავარდები. და ძალიან დიდი ტალახიდან ამოვედი, ისე რომ მთელი მანქანა ტალახში იყო. ყველაფერი ტალახში იყო და რო ამოვედი და გზაზე დავდექი, გავჩერდი, ეს ყველაფერი გამორთე და ჩემი შვილი მიყურებს ესე ძალიან დიდი თვალებით და მეუბნება ესეთ რაღაცას. მამა, ეს მანქანა აღარ გაყიდო არასოდეს. აი, ხო და აი არ ვიცი. ჩვენ ეგ მანქანა გავყიდეთ სამწუხაროდ. ხო და ან 4 და 7 გავყიდეთ და დღემდე მივთირით მაგ მანქანას, მაგრამ შორგზაზე მივდიოდით. ხო, არა. და შორგზისთვის ახალი რისთვის გინდა ეგეც არის რა. Rear flow hybrid battery. Waterproof. A dedicated SATA and სწრაფად არის ეს არ მიმუშავებ. Okay, just torque for the vehicle. Same technology. Larger. So we'll have Land Cruiser 250 leading us, and let me say special things.
გუშინ ჰაილუქსის ისტორიამ გვაჩვენა როგორ იქნება რეპუტაცია, მაგრამ ჩვენი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩება. რატო არის რომ ადამიანები აწლილების განმავლობაში ინარჩუნებენ ამ ნდობას? ვიწერთ რეპეტიცია. როგორ აბა? რა კითხვა იყო უკაცრავად? როგორ ინარჩუნებს Toyota აი ამ ყველაფერს რეპუტაციას აწლილების განმავლობაში? პროფესიონალიზმი. და დიდი მაყუთია ჩადა. და თუ ეს მხოლოდ ერთი მოდელის ისტორია არ არის, დღეს გავიგებთ როგორ უპასუხებს ამ კითხვას Land Cruiser 300. დღეს ჩვენ უნდა გავატაროთ პირველად 300 ჰიბრიდი და ეგ არის ისტორიაში პირველი 300 ჰიბრიდი და ძალიან ისეთი ინტერესით ველოდები, იმიტომ რომ გაჰიბრიდებული Land Cruiser-ი ცოტა გამოწვევაც არის, იმიტომ რომ ბევრს გაუჩნდება ეგ კითხვა, ეხლა რაღაცა არ არის მოლოდინი რომ დაწვავს იმდენს რამდენსაც მაგალითად RAV4 ჰიბრიდი წვავს, იმიტომ რომ Land Cruiser 300 ჰიბრიდში მთავარი არის ის რომ მოუმატეს მაბრუნი მომენტი, ანუ თორქი და გაცილებით მძლავრი გახდა და უფრო სრაფია. მე გუშინ მოვითხოვე რომ მეთქი გიტარა ხო არის? პრობლემა არ არის. რაღაცა ხო უნდა გავაკეთო, ტარება მე არ ვიცი. ყველა უნდა გავაკეთო ჩვენი საქმე, ხო? იწყება ჩვენი თავგადასავალი ჩანთები აქ არის. უნდა მოვძებნოთ ჩვენი Land Cruiser 300, ჩვენი დიზელიც მოვიდა. აქამდე Land Cruiser-ს ხორდ გარედან უყურებდით და დღეს გვექნება შესაძლებლობა რომ გავტესტოთ და ნახოთ რამდენად კომფორტული არის. მთავარი გეგმა არის რომ მივდივართ ამბროლაურის აეროპორტში, სადაც იქნება drag ტესტი და ძალიან საინტერესო არის. ჩვენ დიზელით ვიწყებთ, მაგრამ ჰიბრიდსაც გავტესტოთ, რომელიც ძალიან ახალი არის. სულ ახლა ხანს შემოვიდა, საქართველოში ერთადერთი არის ეს მანქანა და ძალიან საინტერესო იქნება როგორი აჩქარება აქვს. By the LC250, then we will be followed the Hilux number 1, number 2 and number 3. ავიწყეთ. ეს ორივე მოდელი გულისხმობ Land Cruiser და Hilux-ი არის ორივე ერთი ოჯახის წევრი, მაგრამ აი პირველი კილომეტრზე ეთქობა რომ საერთოდ სხვადასხვა დანიშნულებისთვის შეიქმნა. ეხლა რეალურად რო ვთქვათ, გულწრფელად რო ვთქვათ, Land Cruiser 300-ზე არანაირი გამოცდილება არ გვაქვს და აი მეც ძალიან მაინტერესებს აი ამ მანქანის მუღამის დაჭერა. მაგრამ გონია რომ სრულად რომ მუღამი დაჭერა, ცოტა დაბურული შუშები უნდა გქონდეს და Land Cruiser-ით რო ხარ კოლონაში რომ მიდიხარ შეგიძლია რომ არ გაატარო. რა პრობლემა? ტესტი უკვე დაიწყო რა. მანქანის დაკიდებას ტესტავდა და რეკლამებში რო არის, უსორმასწორ გზები რო არის, ეს არის. ჩვენ ბუნებრივად გვაქვს რეგულარული გზები. ამ მანქანაში ვიზიხარ ამ გზიდან გაქვს ფული მოპარული. ვიძახებ რაჭულ ლობიანს ლორით მიღება. ლობიანი ხაზია გისმენთ. ლობიანო, ჩემი აზრით აეროდრომზე უნდა გამოგიწვიოთ Hilux-ი, VS Hilux-ი, გასწრება დრაგზე. აი დაგვასწარით. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი გამოწვევისთვის. აეროდრომზე დავდრაგოთ. შევხვდებით აეროდრომზე. კავშირის დასასრული. არავით არის დასასრული. ეხლა იქნება ყველა. ამბროლაურის ასაფრენ-ზოლზე შევდივართ, რომ მანქანებით დრაგი მოვაწყოთ. გავიარეთ კონტროლი უკვე. ეხლა მალე ხახსაც შემოუშვებენ და დაიწყება. ჩვენი დროც მოვიდა. ჩვენი კონკურენტები აქ არიან ჯერჯერობით. ჩვენი კონკურენტი, მაგრამ ჯერ Land Cruiser-ი უნდა გავტესტოთ და მერე იქნება Hilux-ის ამბები. მანქანებსაც შევძლით ალბათ. კი, ორი. ანუ ამ ეტაპზე მეგობრობა გაიმარჯვებს. Are you ready? ძალიან ბევრი ცხენით და ძალიან ბევრი თორით. ჩვენ დათვალ. რას დადის? ბარბატო. ის იქნება. გადატვირთვა იქნება.
მოკლეზე შევიდა და მიდი. ეხლა ბიჭო, მე ჩვენ რო ვიჯექით უკანა გზიდანაც ხო მოკლეზე წახვი და მაინც ასწრებდა რანაირი ჩქარია. აი, ეხლა ეს დიზელია, ბენზინია, ხო? ეხლა ბენზინი ვნახოთ. დამოგზავნა. დავსტარტეთ. უჰუ! ამას უყურე და მე ვახტი. არა, გავიდა. კარგი, თქვენს შორის რომელი მართავს უკეთესად? რას? მექანიკას. მექანიკას ალბათ მე. მას შენ დაჯექი. თუ გინდა არ დავჭრე. კაი, მოკლედ შეჯიბრი გვაქვს. ტრაგზე რა. რაზე უკაცრავ სიტყვით? ტრაგი. დრარი პირველი. კაი, ორივე Hilux იდენტურია ამ Land Cruiser-ის მერე შენ თუ არ გაქვს ადრენალინი შენ დაჯექი. ვიძინებთ ჩვენ. მექანიკები არის ორივე დიზელია, ორივე ტურბო დიზელია, ერთნაირი ძრავით, ერთში არასხია დიზელი. ერთი წააგებს. ერთი რაკუნობს, თუ ახალია, არც ერთი არ რაკუნობს, გაზდის სისინი. სისინში იქნება შეჯიბრი. კაი, ვნახოთ ვინ მოიგებს. 2 და. ირაკლი 2 და. არა? იადრი გადავაგდე და სხვაში გადავაგდე შენი დედავატი. აქ მეგობრობა ვერ გაიმართა. რო არ გადაგვეგდო ვასწრებდით, ხო. უკანა გზაზე შეგვიძლია. ხო, იგივე დავდგე. აი მეორე თუ არ უნდა. ოაკი. არასწორად ჩავაგდე სიჩქარეში და მე ხუთეში გადავაგდე. კაი. მოდი დადექი. ფანჯრებსალზე. ჩენა უცი ზავი. არის ის? კაი მოსწავლე ხა ისიც მისო მე ხუთეში ჩავაგდე. ჩალეშივე ჩავაგდე გარიშლე. საგო. ჩემი ხერხი გამოიყენა. რატომღაც ეგ მეგონა ჩვენს მიზეზი რა. ხუთი გავძრა, რო იცოდეთ. ბირიას შეესწირა ცები ხუთი მადლობა. აი, საშელახული არის. ცოტა გადავიდიო. ბატონო. ბედნიერი მგზავრობა. ეს დასრულდა ჩვენი drag test-ი. პირველი რამაც ძალიან გამაკვირვა იყო Land Cruiser 300 ჰიბრიდის ჯანი, აი ძალიან ჩქარი იყო და შანსი არ ქონდა ბენზინის, ჩვეულებრივ ბენზინის. მე შევეჯიბრეთ, როგორც უკვე ნახეთ, შევეჯიბრეთ Hilux-ებით და აქ ბატონ დავითთან დავმარცხდით. ოღონდ ამ ყველაფერს წინაპირობა ქონდა. მოკლედ მე მანამდე საქმის ჩაწყობას ვცდილობდი და ერთ-ერთ Hilux ქონდა რაღაცა smart ღილაკი, რომელიც უფრო ადაპტირებულს ხდის გადაცემათა კოლობს. ხო და არ ვიცი ამან თუ რის გამო, მაგრამ წავაგეთ. ხო და მორალი ამ ცხოვრებაში ისაა, რომ თუ არაკეთი სინდისიერად რაღაცა ცდილობ, ძირითად შემთხვევაში მარცხდები, ამიტომ ყოველთვის უნდა იყო ისე როგორც შენი ბედი გადაწყვეტს. მოკლედ ჩვენი გამოცდილება ეს არის, ეხლა მივდივართ ჭრებალოს მარანში და იქიდან უკვე სურპრიზი აქვს, რომელიც ჩვენ არ ვიცით და ვერ გეტყვით. წარმატებები.
ინა პრადო არის ჩვენი გადამჩენილი მანქანა. თუ სადმე ჩავჩით, ის პრადო გადაგვაჩის. თუ ბრენდი გთავაზობ სტაბილურობას 1, 2, 10 და 15 და 20 წელი, ეგ ბუნებრივად იწვევს ნდობას. მეორეს მხრივ ნდობასა და სტაბილურობას შორის არის ალბათ ხარისხი, ყველაზე მნიშვნელოვანი. რაღაც იწვევს. ხო, ხარისხის სტანდარტი, რომელსაც, არ ვიცი, 10 წელი იღებდი, არ შეიძლება მე-11 წელს შეიცვალოს. თუ მე-11 წელს შეიცვალა, ესე იგი ის არ არის ბრენდი. მაგრამ როგორც წესი, დიდი ბრენდები ისეთი როგორც Toyota ამ ხარისხის სტანდარტს არ ცვლიან. იმიტომ რომ ლოიალური მომხმარებლების მთელი ჯარი ყავთ. შესაბამისად, ამ ჯარის დაკარგვას ნებისმიერ ბრენდს ურჩევნია რომ მეტი დანახარჯი გაიგოს. და ბევრი შემთხვევა ყოფილა ბიზნეს кейსებიც Toyota შემთხვევაშიც რომ მიდიან პირობითად მოგების მარჟის შემცირებისკენ და არ მიდიან ხარჯების სხვა მხრივ ოპტიმიზაციისკენ, რომ Hilux-ი მერვე თაობის მყავს, მე-9 თაობაც იგივე უნდა იყოს. ანუ იმას დაბალი ხარისხი არ შეიძლება იყოს უბრალოდ მე-9 თაობის Hilux-ი. წარმოიდგინე რომ ხვალ გიშვებენ რავი 1-5 თვით სამოგზაუროდ, თქვა ქვეყნის გარეთ. რომელი მოდელიც ახვიდოდი, აი რა საიჩერდი Toyota. მე მგონი Hilux-ი იდეალურია. უნდა იყოს მექანიკა. საწვავის ხარჯის გამო? ხარჯის გამო და შეგრძნების გამო ალბათ რომ მართავ უფრო კარგი პროცესია. მით უმეტეს შორგზაზე მექანიკას არანაირი დისკომფორტი არ აქვს. პირიქით, უფრო კომფორტულია. შესაბამისად, Hilux-ის მექანიკით სიამოვნებით 1.4-5 ან 10,000 კილომეტრს გავივლიდი თავის გაჩერებებით. თუ მინდა რაღაცა ისეთი ცოტა გამოსტილება ან ცოტა თავგადასავალიც, მაგრამ თუ ძალიან კომფორტის მოყვარული ვარ, LC300-ით სიამოვნებით. მოვედით off-road-ის დროც მოდის და ჩვენ ისევ Land Cruiser 300 დიზელში გადმოვდივართ და ეხლა გავტესტავთ როგორ იქნება ტალახში ეს ყველაფერი. აი მზადება არის, მანქანები ემზადებიან მთელი ამბებისთვის. ძალიან მაგარი დღე არის. კაი გამოცდილება მივიღეთ ყველა მანქანაზე, ხშირად ვსვლით ხოლმე, ხან Hilux-ზე ვართ, ხან ჰიბრიდზე ვართ და ეხლა არის ყველაზე მთავარი მე რაც მიყვარს. საბურავები ძალიან კარგი არ გვაქვს, იმიტომ რომ სტოკ მანქანებია, მაგრამ რაღაც დონეზე ტალახში გავივლით და ვნახავთ ვის რა შეუძლია. ფიქრობს ამ ეპიზოდში განსაკუთრებული მადლობა, იმიტომ რომ კამერამენია. რა თქმა უნდა, აუცილებელია რომ ჩავთოთ პანიჟენია. მირიანმა მოსე გააკეთა ხანძუთას შუაზე გაჭრა მდინარე. ხლად მოსე ვერ იყო, ზღვას არ გავდა, პატარა მდინარეა, მაგრამ ცოტა რო ივარჯიშო ზღვასაც გაჭრით. მირიან, შენზე თქვეს რომ მოსი არისო. რატო გაიყო წყალი? გამოვჭყაფუნდით ცოტა გავაგრილეთ მანქანები და ეხლა ტალხის დრო მოდის. ნახოთ ამ საბურავებით რა შევძლებთ. საჭი ამოძრავე ესე. მოიცა, ბამპერს გააფუჭებს. ბოლომდე დააჭირე. ამოვარდა ხოლმე. დააჭირე და ვარი. უნდა დამო. იგი გადმოხვედი, ეხლა ამოვა. იქრო ახლაშ დაუდე. ეხლა ამოვა უკვე. დიდი ბიჭო, წონა რო არის უფრო მეტი ისა. ცოტა უკან და ამოვა.
მზადება. ჩადი. არა. ჩასული. ჩავიდა უკვე, всё. ერთი წამი. არა, ყოფა ჩაგიწურე. ნო, ვეღარ გამოყო, მათ როჭველი რა გამოიარეს. დრამა საწავიდა დრამა. ჩვენ გავყვალეთ ის გზა და იმას თქვენი თორე რაღაცა ვერ მოხვიდო. ჩვენ რო არ ჩავჩენილი ყავით, არ ვიცი, საერთოდ რა იქნებოდა და კიდე მომავალ თაობებს გაუკაფეთ გზა. აქედან ვინც ივლის აწი უკვე გზა გაკავეგარი მთავარი. კი. ანუ ესე იგი მარტო ჩვენი არ გამწყდა. ხვამაღლა მინდა თქვა. მინდა ჩაუშვა. გიგი. ეხა პატარა მდინარეზე გადავიდა. მარტო ჩვენ არ გაგვიტეხია, ანუ აქ სხვა ინციდენტებიც იყო და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ინციდენტი საერთოდ არაფერი არ არის, იმასთან შედარებით აქ რა დაზიანებას მანქანებს მიაყენეს. აი უბრალოდ ამან რატო არ შექმნა ინციდენტი? რა არის კლასი და თან გზაში მეულებოდა რას ლაპარაკობო. სადაც სწორგზაზეო მე კი არ დავდივარო. სადაც ვაესი არ მარტო ეგ გზაზე დავდივარ. კი ბატონო. ანუ მეც რა ზარაში არ ჩავაგდე ხალხი. გიგი. ჩემ ხაიაკში. გეძახიან. ბოლოპანა კოტო ზედმეტი იყო. ნამდვილი გამოსელი მძღოლი ხართ თქვენ ყველანაირად სასტრაფოსთვის ნამდვილად. ყოჩაღო არ გეშინოდეთ არაფრის. ანუ დაგჭირდა სასტრაფო ყავს საუკეთესო. ეს არის ჩვენი ბოლო დანიშნულება. ვისაც არ გახსოვთ, აი აქ 12 კვადრატი სახლი ქონდა გაშლილი და აი ამ დელოს და ზუსტად აქ მოვედით. დაემთხვა და აი აქ მოხდება ახლა კაი ამბები. God is looking at me with a finger and a thumb wondering when I'll do. ვახო, ამას საუბროსო გაუკეთე. ღირს. ზანგემდიელი. 10-იანი. მოვედით ჩვენ ბოლო ლოკაციაზე, აქ ხდება კემპინგი, ცეცხლიდან მთელი ამბები. მოკლედ ძალიან კარგი გამოცდილება იყო, რაც მე გამიკვირდა ყველაზე მეტად არის ის, რომ ამ საბურავებით მანქანებმა შეძლეს და ეს ძალიან ძიმე ოფროუდი არ იყო, მაგრამ ერთ მომენტში Land Cruiser-ი კარგად ჩავარდა და თავისი ძალით გამოვიდა და ეგ ახლა ძალიან ისეთ მომენტი იყო. ეხლა აქ კემპინგი გვაქვს, გარეთ ცხენები არიან, მოკლედ ძალიან კარგი გამოცდილება მოგვცა Toyota-მ, რისთვისაც აუცილებლად დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ. რას ნიშნავს შენთვის Toyota? გარდა იმისა, რომ Toyota-ში ვმუშაობ, ნიშნავს სანდოობას. ხო, მეც მაგას ვფიქრობ. ჩემი პირველი მანქანა იყო Toyota, სანამ მოვიდოდით. მაშინ პატარა იარესი და შემიყვარდა ძალიან. მერე დავიწყე მუშაობა და შემიყვარდა როგორც ბრენდი. ეხლა მიყვარს როგორც ოჯახი. არა, ნუ ვერ შეგედავები ახლა ჩემთვისაც ნდობა. და განსაკუთრებით ეს მოდელები, რაც ახლა დღეს წარვადგინეთ, აწყობილია სრულად ამაზე. და ცოტა რამე შეგიძლია ენდოთ, მაგრამ შენ Land Cruiser შეგიძლია ყოველთვის ენდო რა, იმიტომ რომ ყოველთვის დაგაბრუნებს უკან სახში. მუშაობ უკვე მე-15 წელი დაიწყება. ხო. მე მე-15 შევასრულე უკვე და ეხლა რომ ერთ მანქანას გაძლევდნენ და თქვა ერთი თვე საზღვარგარეთ გიშვებდნენ სამოგზაუროდ რომელ მანქანებს აიჩევთ. რა სამბობ შენს პროდო უნდა თქვა? აი, მაშინ პირველი მე მკითხე. ანუ Land Cruiser 250 ავიჩევდით, ანუ უდაოდ, იმიტომ არა რომ ეს ცუდი არის, უბრალოდ უფრო რაღაცნაირია რა. გოგოშკურია უფრო 250. სწორი არხი გაქვთ გამოწერილი მართლა. მაშინ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ. დააჭირეთ ზარის ღილაკს და გამოიწეროთ. Press the like button and subscribe here. დასრულდა ჩვენი ეპიზოდი. ძალიან კაი ჩემთან შესრულებს სიუჟეტი. რატო არა? გამაგარი. რა სეტყვი ჩემ გამომწერებს. ძალიან მაგარი დღე იყო. იმედია კარგად გამოჩნდება ეს ყველაფერი. კადრებში არ ჩანს ხოლმე, ხო იცი? აი რაღაცა სასწაულებს გააკეთებ და მე ვიდეოში ხშირად არ ჩანს, მაგრამ შენ ვიდეოში მაინც მაქსიმალურად ჩანს ხოლმე და
რა ვიცი, ძალიან კაი დღე გამოვიდა და მრავალი ესეთი დღე გქონოდეს კიდე. Sa